დილამ შვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვალელა ბაღდავაძე. ლიეტუვა ქართული ოცნების და ქართული ოცნება ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები და კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში. ასეთია იმ თემების მოკლე ჩამონათვალი, რომლებზეც დღეს მოვისმენთ ჩვენი სტუმრების შეფასებებს. ვიწყებთ უცად 60 წამში, იქამდე კი ეთერი დაუთმოთ ბოლოს სიახლეებს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად აღმოჩენილია საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული 2 კილოგრამამდე ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, მეტადონს, MDMA-ს და ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება კეტამინს შეიცავს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მორი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის ახალი ტალღა, ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა. შენობა 90 სტუდენტზეა გათვლილი, სადაც თანამედროვე მატერიალური ბაზით აღჭურვილი კულინარიის, კონდიტერიის და სარესტორნო მომსახურების პროგრამების სასწავლო სახელოსნოებია განთავსებული. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი ანალიტიკოსი გიორგი მელოშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, მივესალმებით მაყურებელს, მადლობა დაპატიჟებისთვის. ბატონ გიორგი, სასაუბრო ბევრია, თუმცა მოდით დღეს დავიწყოთ ქართული ოცნების და დასავლელი პარტნიორების ურთიერთობების შეფასებით. თქვენ იცით, რომ ლიეტუვამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა სავიზო შეზღუდვები, მათ შორის მოსამართლეებს, პროკურორებს, ქართული ოცნების დეპუტატებს, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს, ისე როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ახალ თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს. ლიეტუვის ამ გადაწყვეტილებას კი მწვავე კრიტიკა ახლავს ამ დღეების განმავლობაში ქართული ოცნების მხრიდან. ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით დაბრუნდა. Deep State-ის მართული ხელისუფლებები მოქმედებენ ისე, როგორც ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ დასავლეთში. აი ასე ხსნის ქართული ოცნება ლიეტუვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. თქვენთვის როგორი სახელმწიფოა ლიეტუვა? ეს მინდა გკითხოთ პირველ რიგში. რამდენად ხედავთ, რომ ამ ქვეყანას მართავს არა სუვერენული ხელისუფლება, არამედ Deep State-ი და არ ვიცი, აი რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ლიეტუვის მმართველობასა და ბოლშევიზმს შორის ტოლობის ნიშნის დასმა. კი, როდესაც მესმის ყოველგვარი შედარება ლიეტუვის და ბოლშევიზმის, ეგ სიცილის მომგვრელი არის, იმიტომ რომ რომელიმე ქვეყნებმა თუ მოახერხეს საკუთარი საბჭოთა წარსულის გადალახვა და გადაქცევა თანამედროვე დემოკრატიულ ნორმალურ სახელმწიფოებად, რა თქმა უნდა, ეს არის ბალტიის ქვეყნები. საკმარისი არის შევხედოთ ნებისმიერ საერთაშორისო რეიტინგებს. იქნება ეს დემოკრატიის რეიტინგი, იქნება ეს განათლების რეიტინგი, იქნება ეს ეკონომიკური განვითარების რეიტინგი. ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა ამ რეიტინგში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბალტიის ქვეყნებმა მიაღწიეს წარმოუდგენელ წარმატებას. ანუ თუ ვინმესგან საქართველოს შეიძლება აიღოს მაგალითი, შეიძლება ვისწავლოთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორი უნდა მუშაობდეს განათლების სისტემა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკა. ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნები არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება წარმატებით განახორციელოს პოსტსაბჭოთა ტრანზიცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ბალტიის ქვეყნებმა მიიღეს ილუსტრაციის კანონები, რომლებიც საქართველოში დღემდე არ გვაქვს მიღებული და მათ მოახერხეს საბჭოთა წარსულის სათანადო და სწორი გადააზრება. ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის ის, რომ საბჭოთა ელიტები გადმოპორტირდნენ, სახე შეიცვალეს და ის ცეხავიკური, ცეკასეული მიდგომები, რომელიც არსებობდა საქართველოში საბჭოთა მმართველობის პერიოდში, იგივე გადმოვიდა დამოუკიდებელ საქართველოში და ჩვენ ვერ მოახერხეთ ამ წარსულის სათანადო გადააზრება. ისევ ჩვენშია პრობლემა და არა ბალტიის ქვეყნებში. თუმცა ისევ ქართული ოცნების არგუმენტებს ჩავხედოთ. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეა, როგორმე საქართველოს რუსეთის აგრესიის ქვეშ მოხვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხების შემცირდეს, ეს არის სცენარი ოცნებაში გაკეთებული კიდევ ერთი განცხადებიდან წავიკითხე ახლა ამონარით. აი რა არგუმენტები არსებობს იმის გასაბათილებლად, რომ ბალტიის
ქვეყნებს არ შეიძლება გქონდეთ ასეთი ინტერესი და სურვილი საქართველოსთან მიმართებაში. ქართული ოცნება ყოველთვის ამბობს, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და ასე შემდეგ. ამ გენიალური იდეის დასაბუთება ძალიან მაინტერესებს ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ არანაირი დასაბუთება არ არსებობს. სამხედროს რომ კითხოთ, აქვს თუ არა აზრი საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას, ყველა სამხედრო ამას რომ გაიგებს, სიცილით მოკვდება. ქართული ოცნებაც მუდმივად ამბობს ერთსა და იმავეს, რომ მათ არ სურთ ომი, რომ ისინი არ ემზადებიან არანაირი სამხედრო კონფლიქტისთვის და ასე შემდეგ და ამ დროს უცებ გვესმის, რომ ბალტიის ქვეყნები აპირებენ მეორე ფრონტის გახსნას. ანუ უბრალოდ კომიკური არის ეს სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე. უსაფრთხოებას რაც შეეხება, ბალტიის ქვეყნები არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, ნატოს წევრებზე ვრცელდება ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც არის ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. შესაბამისად, მათ გაცილებით უფრო სერიოზული და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები აქვთ, ვიდრე რაღაცა გიჟური იდეა მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ფინეთი და შვედეთი, ბალტიის რეგიონის უახლოესი მეზობლები, გაწევრიანდნენ ნატოში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო საკუთარი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამის შემდეგ ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს სუვალკის კორიდორი, რომელიც მანამდე იყო სუსტი წერტილი ნატოს შემთხვევაში, ეს არის ტერიტორია კალინინგრადსა და ბელარუსს შორის, რომელიც აკავშირებდა ბალტიის ქვეყნებს პოლონეთთან, აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიქმნა ბალტიის ქვეყნების და სკანდინავიის ქვეყნების ერთიანი უსაფრთხოების ხაზი. კიდევ ერთი კითხვა, მაშინ რადგან წინა შეკითხვაზე არგუმენტირებული პასუხი მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა, უშუალოდ შალვა პაპუაშვილის შეფასება მინდა ახლა ვახსენო, რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ლიტვას და ბალტიის ქვეყნებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთო, ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. მართლაც რატომ არის ზოგადად ბალტიის ქვეყნები და კონკრეტულად ლიტვაზეც დავსვათ იგივე კითხვა, იმ სახელმწიფოებზე მეტად აქტიურნი საქართველოს საკითხზე, ვიდრე არიან სხვები, ხო? თვითონ შალვა პაპუაშვილის განცხადებით თუ რომ მკითხოთ, რითი უნდა აიხსნას მათი განსაკუთრებული აჩემება? საერთოდ არ არის რთული ასახსნელი ეს. ბალტიის ქვეყნებმა ყველაზე კარგად იციან რა არის საბჭოთა ოკუპაცია, რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყანა არის დამონებული რუსეთის მხრიდან და ისინი ძალიან მტკივნეულად და ახლოს აღიქვამენ საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის. 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ბალტიის ქვეყნებმა ეს აღიქვეს როგორც პირადი დარტყმა, ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მხარდაჭერა. ბოლო-ბოლო ევროკავშირის ლიდერები ჩამოვიდნენ თბილისში და სოლიდარობა გამოუცხადეს ქართულ ხალხს. ანუ ჩვენ და ბალტიის ქვეყნებს გვაქვს საერთო წარსული. ეს საერთო წარსული არის საბჭოთა ოკუპაცია. ეს საერთო წარსული არის რეპრესიები, რომელიც იყო. ეს საერთო წარსული არის საბჭოთა კავშირის მიერ ქართული იდენტობის და ბალტიის ქვეყნების იდენტობის განადგურების მცდელობა. ეს არის რუსეთის მხრიდან წამოსული ჰიბრიდული თავდასხმები და ბალტიის ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან რასთან გვაქვს საქმე დღეს, რას ნიშნავს კრემლთან დაპირისპირება და ამიტომ ისინი გრძნობენ ამ აბსოლუტურად ადამიანურ და გასაგებ სოლიდარობას და ისინი ცდილობენ რომ მოგვეხმარონ ჩვენ თავი დავაღწიოთ ამ რუსულ წულპეს, მაშინ როდესაც ქართული ოცნება პირიქით ზრდის ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთზე. ეკონომიკას შევხედოთ, როგორ გაიზარდა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ეკონომიკაზე, რაც საერთოდ არ არის არანაირად არ არის მდგრადი და პირიქით გრძელვად იმ პერსპექტივაში იმის გათვალისწინებით თუ რა ემართება რუსულ ეკონომიკას და თუ ვინმე საინტერესებს შეუძლიათ მოусმინონ პუტინის სამთავრობო ეკონომისტებს პეტერბურგის ფორუმზე, რუსეთის ეკონომიკა არის ძალიან ცუდ დღეში და ჩვენ იმის ნაცვლად რომ გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროკავშირთან, ევროპის ეკონომიკასთან, რომელიც არის მდგრადი ბაზარი ერთი, მეორე ეს არის ისეთი სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მაღალი მწყიველობითი უნარის მქონე ადამიანებზე გავიდეთ. ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ რომ ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად სასათბურე პირობები გაუკეთა რუსულ ბიზნესს და საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე უკრაინაში ომის შემდეგ არის მხოლოდ გაზრდილი. ბალტიის ქვეყნები ამას ხედავენ, მათ ესმით, მათ არ უნდათ რომ ქართული ხალხი იყოს დამონებული რუსეთის მიერ და ამიტომ ეს სოლიდარობა აბსოლუტურად გასაგები არის.
რაც შეეხება deep state-ის შესახებ message box და უკვე ამ message-ზე თქვენს საპასუხო არგუმენტს, აგერ თვითონ კოკო გამსახურდია, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილია, იმასაც კი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან წასვლა ამერიკულმა deep state-მა განახორციელა, ანუ თუ კოკო გამსახურდიას დაუჯერებთ, deep state-ის პრობლემა კიდევ უფრო ძველი და ხანდაზმულია, ვიდრე ამაზე საუბარი დაიწყო დონალდ ტრამპმა რამდენიმე წლის წინ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას. მოისმენთ ალბათ ხო კომენტარს განცხადებას, რომელიც გააკეთა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა. კი, ძალიან კარგი არის, რომ ბატონი გამსახურდია აქტიურობს და ცდილობს, რომ გააკეთოს კომენტარები პოლიტიკურ პროცესებზე. მე ძალიან მაინტერესებს მისი პოზიცია ჩვენი პოლიტპატიმრების თემაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს არიან ციხეში, სრულიად გამოგონილი უსაფუძვლო ბრალდებებით და რომლებსაც თხოვენ მონანიებას. მე დარწმუნებული ვარ, მას ძალიან კარგად ახსოვს 70-იანი წლების ბოლოს საქართველოში გამართული სასამართლო პროცესი, როდესაც მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ზუსტად ასევე კგბ-ს თხოვდა მონანიებას. აი ამასთან გვაქვს საქმე დღეს, რომ რეალურად კგბ-ს მეთოდები, რომლითაც საქართველო იმართებოდა 70-იან, 80-იან უფრო ადრე წლებში, არის სახეშეცვლილი და დღეს ამავე საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ ჩვენი პოლიტპატიმრების დისკრედიტაციას, მათ გატეხვას სულიერს და ასე შემდეგ. ამაზე უფრო მაინტერესებს ბატონი კოკო გამსახურდიას პოზიცია, იმიტომ რომ ყველაზე კარგად უნდა ახსოვდეს, რას ნიშნავს, როდესაც უდანაშაულო ადამიანს სთხოვენ უსაფუძვლო მონანიებას. კი ბატონო, ჩვენ ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე ვისაუბრეთ, ახლა ზოგადად ბრიუსელთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხსაც მინდა შევეხოთ და ამ კონტექსტში ვიზა ლიბერალიზაციაზეც დაგისვათ მოდით კითხვას, იცით რომ ევროკომისიამ ოფიციალურ თბილისს წერილი გამოუგზავნა რამდენიმე კვირის წინ, რომელშიც 8 ნაბიჯის გადადგმა მოთხოვნილი, ამ რეკომენდაციების შესასრულებლად კი ქართულ ოცნებას აგვისტოს ბოლომდე აქვს ვადა და ვიცით ისიც, რომ მართველი პარტია ამ რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. შესაბამისად, რამდენად აქვს ევროკომისიას ამ კონკრეტული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების კანონიერი საფუძველი და ხომ არ ხდება ბრიუსელის მხრიდან ამ მექანიზმის გამოყენება მართლაც საქართველოს ხელისუფლებაზე შანტაჟისთვის, როგორც ამას თვითონ ქართული ოცნება ამტკიცებს. ხო, ვიზა ლიბერალიზაცია არის შეთანხმება ორ სუბიექტს შორის. ერთი სუბიექტი არის საქართველო, მეორე სუბიექტი არის ევროკავშირი. შეთანხმებას აქვს თავისი პირობები, კონკრეტული პუნქტები, თუ ხდება ამ პუნქტების დარღვევა, ამ შემთხვევაში მეორე მხარეს აქვს სრული უფლება მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მის დაპაუზებასთან, შეჩერებასთან და ასე შემდეგ. და ეს არ შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟის მექანიზმი. რა თქმა უნდა, რა შანტაჟზე არის საუბარი, როდესაც ძალიან თავიდანვე ქართულმა ოცნებამ იცოდა რა პირობები იყო ჩადებული ვიზა ლიბერალიზაციის მიღების შეთანხმებაში და ისინი დათანხმდნენ ამ პირობებს. ასე რომ აბსოლუტურად ორ სუბიექტს შორის თანაბარ ხელშეკრულებაზე არის საუბარი, რომ როდესაც ერთ-ერთი მხარე იწყებს ამ ხელშეკრულების დარღვევას. და ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ დაარღვია მთელი რიგი პუნქტები, რის შესახებაც ევროკომისიამ პირველად არ გააფრთხილა ქართული ოცნება, მანამდეც იყო გარკვეული ტენდენციები, თუმცა ახლა უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ეს დარღვევები გაცილებით უფრო პრობლემური გახდა, ვიდრე აქამდე იყო. და რას ითხოვს ევროკომისია? ევროკომისია ითხოვს ნორმალური არჩევნების ჩატარებას, ევროკომისია ითხოვს რეპრესიული კანონების გაუქმებას და ევროკომისია ითხოვს ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტას. და ამაში საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამობას მე ვერ ვხედავ. ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ ხო გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ თანამედროვე სახელმწიფოში. ევროკავშირი გვეუბნება, რომ ნორმალური თანამედროვე სახელმწიფოში როგორ უნდა მივიდეთ აქამდე. კეთილი, რაც შეეხება უშუალოდ ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და ამ მიღწევის, ასე ვთქვათ, შინაარსობრივ მხარეს, ევროპაში წახვალთ ვიზით თუ უვიზოთ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის, აი მორიგჯერზე აკეთებს გაცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თქვენ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, არის თუ არა ვიზა ლიბერალიზაცია ეგზისტენციური საკითხი და აქვე, აი თქვენი აზრით, უვიზო რეჟიმის შეჩერება თუ კი საბოლოოდ პარტნიორები მივლენ ამ გადაწყვეტილებამდე. როგორ შეცვლის ქართული ოცნებისადმი თავად საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებას, ანუ ეს გადაწყვეტილება და შედეგი რას მოუტანს თვითონ საქართველოს ხელისუფლებას? პირველი, პასუხისგებლობა ვიზა ლიბერალიზაციაზე თავიდან ბოლომდე აქვს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას აქვს ეფექტური კონტროლი. ისინი არიან ერთპარტიულ პარლამენტში, შესაბამისად ყველა კანონპროექტს ისინი იღებენ
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პასუხისმგებლობა ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებასა თუ მის შესაძლო დაპაუზებასთან დაკავშირებით აქვს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ყოფილიყო დარღვეული, მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, ისინი უტევენ დღე და ღამე ჩვენ დასავლურ პარტნიორებს, აი ეს ლიტვაზე თავდასხმა ძალიან კარგი ილუსტრაცია, მანამდე ჩვენ გვახსოვს თბილისის მერის განცხადება ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით, მის გაძევების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ გვახსოვს თავდასხმები გერმანიის ელჩზე, გაერთიანებული სამეფო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ბრიტანეთის ელჩზე თავდასხმა ასევე აღიქმება, როგორც შეტევა დასავლურ ფასეულობებზე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ყველას უნდა კონდეს გააზრებული, ვინ არის პასუხისმგებელი და ვის შეეძლო ამის თავიდან არიდება. რაც შეეხება ეგზისტენციალურობას, ქართული ოცნება მთელი ამ წლების განმავლობაში გვეუბნებოდა, რა კარგი არის ვიზა ლიბერალიზაცია. როგორც ცდილობს ქართული ოცნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის და ამიტომ ისმის შეკითხვა, რა ევროკავშირის წევრობაზე საუბრობ, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა შეიძლება ვიზა ლიბერალიზაციას კი გააუქმოს. და საერთოდ, ჩვენ ხო არ საუბრობთ მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციაზე, ჩვენ საუბრობთ საქართველოს გზაზე, ჩვენ საუბრობთ იმ გზაზე, რომელმაც წესი და რიგით უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირამდე და დაგვაშოროს რუსულ პოლიტიკურ სივრცეს, რუსულ წუმპეს. თუ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გაუქმდება ვიზა ლიბერალიზაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროპულ გზას დაედო უზარმაზარ ლოდი და ამაზე პასუხისმგებელი ისევ და ისევ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული პერსპექტივაზე საუბრობთ საქართველოს ურთიერთობების საკითხზე ევროკავშირთან მიმართებაში. ახლა მოდით რამდენიმე წუთი დაუთმოთ, რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში და ამ კონტექსტში საქართველოს ახალი ელჩიც ვახსენოთ შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რწმუნებათა სიგელები გადასცა დონალდ ტრამპს, ისე როგორც გადასცა საქართველოს ხელისუფლების მესიჯი და გამოითქვა სურვილი რომ ახალი ფურცლიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ხო, აი რა პერსპექტივებს ხედავთ უკვე შტატებთან ურთიერთობების თვალსაზრისით და როგორ ფიქრობთ, რა იქნება ქართული ოცნების შეთავაზებაზე, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების თაობაზე ტრამპის და ამერიკის პასუხი? ჩვენ ვიცით ეს პასუხი, ეს ბრჭყალებში შეთავაზება არ არის ახალი, აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. ჩვენ ნახეთ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის ინტერვიუ ამასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა წამოაყენეს სამი პირობა, ამაზე საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ გააგზავნა რაღაცა გენიალური წერილი, რომელიც ელჩის შეფასებით იყო საერთოდ რაღაცა მუქარის შემცველი. ასე რომ აქ ჩვენ არაფერი სიახლე არ გვაქვს, ძალიან კარგი არის, რომ 12 სხვა ელჩთან ერთად საქართველოს ელჩმა გადასცა რწმუნებათა სიგელი, ეს არის პროტოკოლური ღონისძიება, ანუ არანაირი დიპლომატიური გარღვევა აქ არ არის, მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ გვაქვს, ანუ ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რაღაცა დიპლომატიური გარღვევა. ამ ყველაფერს ემატება ქართული ოცნების ეს ცოტა აღტკინებული რეაქცია ამ ყველაფერზე, რაც ჩემი აზრით საერთოდ გაუმართლებელი არის და ცოტა გაუგებარი არის, რამ გამოიწვია, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს იანვართან დაკავშირებით, როგორ ელოდნენ ტრამპის ინაუგურაციას და ურთიერთობების გადატვირთვას, ეს არ მომხდარა. შესაბამისად, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვას აქვს კონკრეტული პირობები. ევროკავშირის მხრიდან ეს არის ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება და ანტიდასავლური რიტორიკის შეჩერება. შეერთებული შტატებისგან რა მოთხოვნები არის გამოყენებული, ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგივე არის და ამ შემთხვევაში ერთადერთი მხარე, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, არის ისევ და ისევ ქართული ოცნება. მათი ქმედებების გამო ვართ ჩვენ კრიზისში. მათი ქმედებების გამო შეწყდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ, როდესაც სომხეთი გახდა შეერთებული შტატების პარტნიორი. რასაუბრებით, ელოდებით განცხადებებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ დაამარცხა deep state-ი, თუ უშვებთ იმას, რომ საბოლოო ჯამში ქართულმა ოცნებამ შტატების მოთხოვნებს მაინც გაუწიოს ანგარიში და გარკვეული ტიპის ნაბიჯები გადადგეს. მე მგონია, რომ ქართულ ოცნებას მაინც მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიაში სრულიად იცვლება. თუ აქამდე აზერბაიჯანი ცდილობდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, ახლა უკვე ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანი საერთოდ ეხსნება რუსეთს, სომხეთთან იგივე
თურქეთი არასდროს არ იყო რუსულ გავლენის სფეროში და პირიქით დამოუკიდებელი მოთამაშე არის კავკასიის რეგიონში და გამოდის რომ ერთადერთი მოთამაშე კავკასიაში რომელიც დასავლეთთან ასეთ დაპირისპირების რეჟიმში არის შესული არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველო. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს სიტუაცია არის საოცრად არამდგრადი, წარმოუდგენელიც კი, იმიტომ რომ თუ საქართველო დაკარგავს დასავლეთის უსაფრთხოების მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში შეიძლება ძალაუფლების ვაკუუმი და საერთაშორისო ურთიერთობების კანონი არის რომ ძალაუფლების ვაკუუმი არასდროს არ რჩება. ის ყოველთვის ივსება სხვა რეგიონალური ძალის მიერ. ჩვენ შემთხვევაში რომელი რეგიონალური ძალა იქნება ეს მე მგონი ძალიან მარტივი მისახვედრი არის. რუსეთი დაინტერესებული არის საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩაგდებით და ის დაინტერესებული არის საკუთარი გავლენების გაზრდით. ქართულმა ოცნებამ ყველანაირად შეუწყო ხელი რუსეთის ეკონომიკურ ექსპანსიას საქართველოში, ბათუმში თუ გავიდით, ჩვენ რუსულს მე მგონი უფრო გავიგებთ ვიდრე ქართულს უკვე და ამიტომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ასე რომ თუ ჩვენ საუბრობთ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობებს არ არის. მეგობარ აქტზეც დავსვა, მოდით ერთ კითხვას, მეგობარ აქტზე, რომელიც სენატში უკვე რამდენიმე თვეა შესული. ახლა როგორც ირკვევა, ვერ მოხერხდა კანონპროექტის ეგრეთ წოდებული ცხელი ხაზით, ანუ განხილვის გარეშე მიღება, ვინაიდან რამდენიმე სენატორი აღმოჩნდა, რომ იყო ამის წინააღმდეგი, თუმცა გვესმის განცხადებები, რომ ეს არ ნიშნავს კანონპროექტის საბოლოოდ ჩაგდებას. აი, აუხსნათ მაყურებლებს, რამდენად რთულად გასავლელია ის პროცედურები, რომელიც სენატში ელოდება მეგობარ აქტს და არ ვიცი, რამდენად არის შანსი იმის, რომ კანონპროექტი ბოლომდე ვერ მივიდეს. ორივე შანსი არსებობს. შეერთებული შტატების სენატი არ არის საქართველოს პარლამენტი, სადაც დაჩქარებული წესით იღებენ ყველაფერს, რაც ქართულ ოცნებას უნდა, ასე რომ ეს არის დემოკრატიული სტრუქტურა, თავისი პროცედურებით, თავისი პროტოკოლებით და ასე შემდეგ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მეგობარი აქტს გააჩნია ორპარტიული მხარდაჭერა, მე არ ვიტყოდი, რომ ის არის შეჩერებული, უბრალოდ ის აღარ იქნება დაჩქარებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ კვირაში, როდესაც სენატორები დაბრუნდებიან საკუთარი საარჩევნო ოლქებიდან, მათ დაუბრუნდნენ ამ თემას და შეიძლება ამ სამი სენატორიდან სულ მცირე ორმა შეიცვალოს საკუთარი პოზიცია რენტ-პოლთან დაკავშირებით. მე არ ამგონია რომ მან შეიცვალოს პოზიცია, იმიტომ რომ ის არის ლიბერტარიანელი, მას აქვს საერთოდ განსხვავებული შეხედულება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც განსხვავდება მე მგონი ყველა სხვა სენატორისგან, ის არის ესეთი ერთი გამორჩეული პიროვნება. რაც შეეხება სხვა ორ სენატორს, მე მგონია რომ მათ შეიძლება შეიცვალონ საკუთარი დამოკიდებულება, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ჯერითი საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საერთოდ საქართველოში ანუ ჩვენთან რა ხდება და რამდენად შეგვიძლია ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივაღწიოთ საკუთარ მიზნებს. ამერიკელების მხარდაჭერა არის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ჩვენთვის როგორც სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ აი ეს არის მართლაც ეგზისტენციალური საკითხი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თუ ჩვენ დავკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერას, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ხელები გაიხსნება, რაც უნდა იმას იზამს, რაც არ ამგონია ვინმეს უნდოდეს, თუნდაც ქართულ ოცნებაში. კეთილი ბატო გიორგი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს მინდა შევეხოთ, ახლა უკვე ეს თემა აღარ უკავშირდება პარტნიორებთან ურთიერთობას და უკავშირდება სახელმწიფო სტრუქტურებში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებს და მეტიც რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამ დღეებში ჩვენი ცალკეული სტუმრის მხრიდან გვესმოდა განცხადებები, რომ რაც ახლა ხდება კორუფციის წინააღმდეგ ტოტალური ბრძოლა არ არის, არ უნდა შეფასდეს როგორც კორუფციის წინააღმდეგ ტოტალური ბრძოლა, ვინაიდან ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა ყოფილებთან ხელის ფათურს არ გულისხმობს და ეს გულისხმობს მოქმედ გავლენიან ფიგურებთან დაპირისპირებას, რასაც მათივე განმარტებით და რეალურად ასეა ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. აი თქვენ რას ფიქრობთ? საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან ბრძოლასთან თუ რაღაც სხვასთან? ეს მდგომარეობა ყველაზე კარგად აღწერა ჭაბუამი რეჯიმმა დათა თუთაშხიაში, როდესაც არქიფოსე თურს ყავს ვირთხები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დაპირისპირება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სხვადასხვა კლანებს შორის. ამას კორუფციასთან ბრძოლას ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავარქმევთ. აი ვისკენ უნდა იყოს ისრები მიმართული, რომ ამას თქვენ დაარქვათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც რეალურად ახლა იღებენ გადაწყვეტილებებს და რომლებსაც შეუძლიათ მოქმედი სტრუქტურების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ანუ ჩვენ გვაქვს კორუფციული სააგენტო, ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია წლების განმავლობაში და პირიქით, ყველა ის დარღვევა, ყველა ის ბრალდება, რაც ისმის, გააჟღერეს ჟურნალისტებმა, გააჟღერა სამოქალაქო საზოგადოებამ, watchdog-ებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ კორუფციაზე და ჩვენ ვერ ვხედავთ, რას აკეთებდა ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურები. და უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ერთი ჯგუფი მფარველობდა საკუთარ ბიზნესმენებს და საკუთარ ჩინოვნიკებს, რომლებიც იყვნენ ჩართულები კორუფციის სქემებში და ახლა უკვე ეს ამ ჯგუფის გავლენა არის შემცირებული და მეორე ჯგუფი ცდილობს, რომ თვითონ გახდეს ამ ყველაფრის მთავარი მაკონტროლებელი. ასე რომ კორუფციასთან ბრძოლას მე ვერ ვხედავ, მე ვხედავ სხვადასხვა დაჯგუფებების დაპირისპირებას, რაც ყოველთვის არსებობდა გვიანდელ საბჭოთა კავშირში ანდროპოლმა იგივე წამოიწყო. ასე რომ აქაც არაფერი ახალი არ არის. ხო, მაშინ კიდევ ერთი კითხვა, ვინ შეიძლება იყოს მაშინ ამ პროცესის მთავარი სამიზნე? ხა ამ კითხვაზე პასუხად ამ დღეების განმავლობაში, როგორც პოლიტიკოსების, ისე ანალიტიკოსების ნაწილის მხრიდან ყველაზე ხშირად სახელდება ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარი. აი თქვენი პასუხი რამდენად მიდის ღარიბაშვილამდე და თუ კი მიდის, მაშინ რატომ ირაკლი ღარიბაშვილი? რა არის მაშინ ამ პროცესის მიზანი? ის რომ ხელბორკილები დაედოს ირაკლი ღარიბაშვილს და თუ კი ფიქრობთ რომ ეს ასეა, მაშინ კიდევ ერთი კითხვა, ვის უნდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხელბორკილების დადება? ეს შეიძლება იყოს უშუალოდ და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი თუ ისევ და ისევ სხვა ვინმე სხვა? შეიძლება მივიდეს, შეიძლება არ მივიდეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ჯერ ერთი დამოკიდებულება, როგორ გაწირა ქართულმა ოცნებამ საკუთარი პირველი პირები, ადამიანები, რომლებსაც აქებდნენ და ადიდებდნენ. მეორეს მხრივ, რამდენად ორპირობა გამოავლინეს, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ არსებობს კორუფციული პრობლემები. ქართულ ჯარს აქვს პრობლემები თავდასხმის უნარიანობის კუთხით. იმ ადამიანებს ქართული ოცნება ეძახდა ყველა სიბინძურეს, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ და ახლა აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები იყვნენ მართლები და ის ადამიანები, რომლებიც იკადრეს წარმოუდგენელი, ეძახდნენ სრულიად წარმოუდგენელ შეურაცხყოფელ ეპითეტებს, აღმოჩნდნენ მართლა კორუფციონერები. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ეს სიცრუე და ორპირობა, რომელიც გამოავლინა ქართულმა ოცნებამ. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის და თქვენი შეხედულებების გაზიარებისთვის. დაგემშვიდობებით, ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერდება, ასე რომ დაგვაკვირდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი დავით ჟავანაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა დავით და მადლობა რომ შემოგვერდით. დავით, გავხსნათ ჩვენი ინტერვიუ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხით, რასაც ქვია ქართული ოცნება და კორუფცია, ან ქართული ოცნება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ ვიცით თქვენ როგორ დაასათაურებდით ეს. თქვენ გითხარით, მე კი გეტყვით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსებს, ისე როგორც ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჯულაძის ცოლის ძმას. მარტივად გითხავთ, რა პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს და რა გონიათ ამ ყველაფრის მიზეზიც და მიზანიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თუ შიდა კლანური დაპირისპირება, რას ხედავთ პირადად თქვენს? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ამ პროცესს დავახასიათებდი როგორც ქართულ ოცნებაში მიმდინარე ღრმა კრიზისს და შიდა კლანურ დაპირისპირებას. ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ამ წუთას ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს წმენდა, მასობრივი წმენდა, იმ ძველი კლანების და იმ ძველი გავლენის ჯგუფების, რომელიც ქართულ ოცნებაში უკვე წლების განმავლობაში არსებობდა, დაწყებული გომელაურიდან გაგრძელებული ლილუაშვილით, მათ შორის კალაძესთან მიმართებაშიც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, ვიცით რა მოხდა რიჟვაძესთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეს არის მასობრივი შიდა წმენდა და შიდა კლანური დაპირისპირება. ამას არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან და ვინმემ არ დაიჯეროს, რომ აქ კორუფციას ებრძვიან ან კორუფცია აღმოიფრება, იმიტომ რომ ჯგუფები, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ წუთას არიან კორუფციაში ბრალდებულები და ამის გამო ციხეში მიდის ვიღაც თანამდებობის პირები, რომლებიც მათ შორის თქვენ ჩამოთვალეთ და ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან ამ ყველაფერს და თითქოს და ეს ოხანაშვილი თუ კობახიძე თუ მდინარაძის ჯგუფი, რომლებიც თითქოს წმენდნენ კორუფციისგან სამთავრობო ვერტიკალს, ისინი თავადვე არიან ამ კორუფციის ნაწილი და ისინი არიან ერთი დიდი სისტემის ნაწილი, რომელიც არის მასობრივად კორუმპირებული.
ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია თავად ივანიშვილის ფაქტორი, სადაც ჩვენ კარგად ვიცით და ბევრი ინდიკატორი გვაქვს იმისა, რომ ეს კაცი არის პარანოიდ შეპყრობილი, მას გონია რომ რაღაცა ფულს პარავენ მისი ჩინოვნიკები და გავლენის აგენტები, ასე ვთქვათ, მთავრობაში და მასობრივად დაერია მოკლედ ამ ხალხს და კარგად ვიცით დაახლოებით, ასე ვთქვათ, რა თანხების მოტანას თხოვს, ზოგს რამას პროკურატურა ედავება ოფიციალურად, ზოგს კიდე არაოფიციალურ წყაროებით ვიცით, რომ რა თანხების მოტანას ცდილობენ უკან. ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კრიზისი რაც ოცნებაში ამ წუთას მიმდინარეობს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ხოლგით არის შეფუთული, რეალურად მოიტანა იმან, რომ უკვე დიდი ხანია 9 თვეზე მეტია გაუტეხელი პროტესტი მიმდინარეობს საზოგადოებაში, ხო? პოლიტპატიმრებიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით გაგზელებული, რომლებიც ციხეში ჩასხდნენ, ხო, რაღაც ნიკამელიდან დაწყებული, ზურა ჯაფარიც გაგზელებული და ნებისმიერი სხვათი და ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, მოპროტესტი ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე იკრიბებიან და ვიკრიბებით, ხო, მეც აქტიურად დავდივარ, აი ამ ყველაფრის შედეგი არის ეს სინამდვილეში. ამან მიიყვანა აქამდე ოცნება, ამან მიიყვანა ოცნება ამ გაურღვეველ იზოლაციამდე საგარეო ფრონტზე, ამან მიიყვანა ოცნება აი ამ შიდა დაპირისპირებამდე, რომელსაც ახლა ვხედავთ. ფული გაუთავდა ქართულ ოცნებას და იმიტომ ხდება ის, რაც ახლა ხდებაო თქვენც იზიარებთ. უფრო იცით რა, სახელმწიფო შტოებში შეიქმნა ფულის დეფიციტი. ხადი არის რომ კრიზისი აქვს, იმიტომ რომ თელი ეს დასავლური დახმარებები, რაც მნიშვნელოვანი გავლენის იყო, ასე ვთქვათ, ქართულ ეკონომიკაზე შეჩერდა იმის წყალობით, რომ ქართულმა ოცნებამ სწორად გამოაცხადა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და დამეგობრდა რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან და რა თქმა უნდა გარკვეული დეფიციტი არსებობს, თუმცა მე უფრო მგონია რომ პერსონალური ივანიშვილის ფაქტორი არის, რაღაცა მან დაიწყო ეჭვიანობა, რაღაც გადაწყვიტა რომ ის უფრო მეტად იჩაგრება ამ სანქციებით, რომელშიც მოქცეულია მთელი სამთავრობო ისტაბლიშმენტი, ასე ვთქვათ და ეს არის მთავარი ფაქტორი. მე ეს პერსონალურად ივანიშვილს რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილისთვის კორუფცია არ არის დანაშაული, მისთვის დანაშაულია თუ შენთვის წაიღებ მეც და მას ნაკლებს მიუტანო, ეს არის რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიცია. ასე არის ამ ბოლოს რაღაცნაირი გადაცემა მაქვს ფათაშორის ივანიშვილის ვერ ინტერვიუებს უსმენ ხოლმე 1, 2, 6, 7 წლის წინანდელებს და კარგად ჩანს აქ ამ კაცის ბუნება, მათ შორის წლების წინ ის ლაპარაკობდა ერთ-ერთ ბიზნესმენ ოქუაშვილზე, რომ თითქოს მან ბიუჯეტში ფული არ გადაიხადა და იქ იყო მოსაზრება, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ მან დაიბარა ეს და თითით უჩვენა, რომ რაღაცა 4 მილიონი უნდა მოიტანო, ეს ისტორია გვახსოვს და აქ კაცი ეს კაცი ივანიშვილი საუბრობს, რომ ის არ იხდიდა ბიუჯეტში თანხას. ოღონდ თუ მოусმენთ ამ წინადადებას სრულად და კარგად კონტექსტს გავიაზრებთ, ის სინამდვილეში ამბობს, რომ მე ის ფულს არ მიხდიდა. მოსატანი ქონდა ფული და არ მოქონდა. ეს არის მთელი კონცეფცია ამ კაცის და როგორც ჩანს, ეხლა განაწყენებულია, ხო, ვიღაცებს ზოგს არენდობა, თქვა პოლიტიკური მიზეზები და გამო მაგალითად ლილუაშვილს, ხო, რომელსაც თქვა გაიქცა ბაჩიაშვილია მსგავსი მიზეზებით და გადაწყვიტა რომ ეხლა ეს ფული უნდა სახელდება როგორც პოტენციური სამიზნე ამ პროცესის ირაკლი ღარიბაშვილის პროცესის რაც ახლა მიმდინარეობს და რადგან მისი სახელი და გვარი ვახსენეთ კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ ქართულ ოცნებაში გაკეთდა გუშინ განცხადება რომ კორუფცია უნდა იქნას განხილული როგორც ქვეყნის ღალატი რაც შეეხება კითხვას მიზანია თუ არა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილზე გასვლა მაგალითად აი გიავოლსკიმ ასე უპასუხა პირადად მე გამორიცხავ რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება რაიმე ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ჩემი გამორიცხვა არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამ კითხვით უნდა გაჩერდეს. აი, ეს პასუხი რას გეუბნებათ, გამორიცხავენ ღარიბაშვილის კორუფციულ დანაშაულებში მონაწილეობას და ჩართვას თუ მაინც უშვებენ ამის შესაძლებლობას. ესე იგი, არც ვადასტურებ და არც უარყოფო ეს უთქვამს გიავოლსკს და რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს ქართული თავად გიავოლსკის კორუფციაში ჩართვასაც ვერ უარყოფ მე მაგალითად და პირიქით დავადასტურებდი კიდეც ბევრი ინფორმაციით და ბევრი მიმართულებით. ქართული ოცნების ყველა წევრი ამ იმაში ჩართული არის, ხო, ამ კორუფციულ სისტემაში. ირაკლი ღარიბაშვილზე უამრავი ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად, რა ვიცი, ერთ-ერთი კომპანია იყო შუპოსის სერპანტინი, რომელიც იყო მასთან დაახლოებული ზედელაშვილის მფლობელობაში და მისი დედის მფლობელობაში. ამ კომპანიამ მოიგო 300 მილიონი ლარის ტენდერები ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამაზე უამრავი კვლევა იყო ჩატარებული. ანუ თავად ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი მსხვილი აი ამ კორუფციული ფლანგის წარმომადგენელი, ხო? ეს ხო ყოველთვის იცოდნენ. 10 წლის წინ ხვამობდა ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს მისმა ნათესავებმა იმდენი მოიპარეს, რომ გაშვება მომიწევთ თანამდებობიდან და რო დააბრუნა, მოინანიეს ამათმა ესოტები თუ რა პირიქით გაგრძელდა ეს კორუფციული სისტემა, ხო? ანუ რა თქმა უნდა ვერ უარყოფენ ვერავის კორუფციაში ჩართულობას, მაგრამ ჩვენ მათ უნდა დავინახოთ, მანდ უნდა დავინახოთ დამოკიდებულება მათი ყოფილი წევრების, მათი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ, ხო? როგორ გაისუსებიან ხოლმე, როგორ გაწირავენ მაშინ, როდესაც რაღაცა ბატონს სხვანაირად მოესურვება, ხო? მაშინ როცა რიჟვაძე თქვათ იყო რაღაც დროს მათი ამომავალი ვარსკვლავი და სუპერსტარი აჭარის რეგიონში, როცა ამ კაცმა ფილმში გაისროლა თუ ესროლეს თუ რაც მოხდა,
ერთი პოსტიც ვერ დაწერეს, ხო, რაღაც მოსაკითხიან, სანუგეშებელი. ირაკლი ღარიბაშვილი მათი ორგზის პრემიერი, თითქოს მათი ძალიან სათაყვანებელი ფიგურა და ახალ დაჭერას უპირებენ და არც უარყოფენ ამ ყველაფერს, რომ ამ შიდა კლანურ დაპირისპირებაში ირაკლი ღარიბაშვილის ასე ვთქვათ, თავი დაგორდება პოლიტიკურად, ხო? იგივე არის მაგალითად, რა ვიცი, გახარია გავიხსენოთ, სუპერძალოვანი მინისტრი იყო და რაღაცა ფეხქვე შეგებოდნენ და ახლა საერთოდ ვერ ჩამოდის ეს კაცი ქვეყანაში. ხო, ეს არის მათი დამოკიდებულება გუნდის წევრების მიმართ და მე არ განვიცხოვრო, ხო, გიავოსკიზე თქვას იგივე, მაგალითად, მამუკა მდინარაძემ და მე მამუკა მდინარაძე თქვას იგივე, ლევან მახაშვილმა, ხო, ეს რაღაც ახალი ვარსკვლავი ყავთ. ეს არის რაღაც აი ამ სისტემის, ბინძური სისტემის გამოვლინება, ხო, სადაც არ არსებობს ნდობა, არ არსებობს პატივისცემა და არც სიტყვას ფასი არ აქვს. აი ეს არის ოლსკის განცხადების მთელი შედეგი. დრო მინდა სწორად გავანაწილოთ, ამიტომ სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხოთ და ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა ესე ვთქვათ პოლიტიკური პროცესები შეიძლება ვნახოთ არა ქართულ ოცნებაში, არამედ ოპოზიციურ სპექტრში და ამ კითხვას რატომ გისვავთ? აი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიიღო ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სუსი აპირებს ნაციონალური მოძრაობის განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში. რა საფუძველი შეიძლება თქვენი აზრით ჰქონდეს პროცესების ასეთ განვითარებას? ხაბეიშვილი ის პოლიტიკოსია, რომელიც საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, მათ შორის ამბობს, რომ აი 4 ოქტომბერს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი, ხალხი უნდა გავიდეს ქუჩებში და არ დაიშალოს იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება შვიდობიანად არ დაემხობა, თუმცა მაინც აი ამ ტიპის განცხადებები და პოზიციონირება, რასაც ვხედავთ და ვისმენთ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, რამდენად შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიმართ აი ისეთ მძიმე ბრალდებას, რაზეც საუბრობს მიხეილ სააკაშვილი. კი ბატონო, ჩვენ უამრავჯერ გინახავს ქართული ოცნების მიერ ამ ეგრეთ წოდებული გადატრიალების საქმის გამოძიებების დაწყება, ხან საბურავების საქმე ერქვა ამას, ხან რაღაცა სხვა მიზეზებს იგონებდნენ, არასდროს ეს არ დადასტურებულა, არასდროს ამ ქვეყანაში ასე ვთქვათ, ოპოზიციას თუ კრიტიკულ ჯგუფებს არაფერი მსგავსი არც დაუგეგმავთ, არც განუხორციელებიათ და არც დაუჭერიათ ამისთვის არასდროს არავინ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ პროპაგანდის ნაწილი, ტყუილი არის და არ არსებობს მსგავსი რაღაც ბუნებაში და მით უმეტეს არ არსებობს მსგავსი რაღაც დღეს. ეხლა განცხადებებს რაც შეეხება გარკვეული პოლიტიკოსების, ნუ ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მე ასე ვთქვათ, მათ შორის 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით არ ვიზიარებ იმას, რომ რაღაცა 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღე არის. პირიქით, 4 ოქტომბერი არის ასე ვთქვათ, უმნიშვნელო დღე იმ გაგებით, რომ ამ დღეს ქართული ოცნება აპირებს რაღაც ცირკი ჩატარებას, ადგილობრივი არჩევნებად წოდებულ ცირკი ჩატარებას, რომელშიც კარგად იცით, რომ ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის და კიდე ასე ვთქვათ, ჩვენს გარდა 7 პარტია და კოალიცია არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და გვაქვს გაცხადებული, რომ არ თანამშრომლობის კამპანია და ჩვენი სტრატეგია, ასე სამწუხაროდ არ უერთდება პარტია ლელო და პარტია გახარია, რაც და ისინი დიდ შეცდომას უშვებენ ამ ყველაფერს, რაღაცნაირად ნორმალიზაციას ცდილობენ ამ სისტემის. ჩვენ ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი აზრით, ასე ვთქვათ, ის პროცესი, რომელშიც უნდა ვიყოთ ოპოზიციური პარტიები, კრიტიკული ჯგუფები შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ეს არ თანამშრომლობა არის. რამდენად ძვირად შეიძლება დაუჯდეს ოპოზიციის ამ ნაწილს ეს ბოიკოტი და აი პერსონალურად ისევ ლევან ხაბეიშვილს რომ დაუბრუნდეთ, გააქვთ განცდა რომ აი ყულფი ვიწროვდება უშუალოდ პერსონალურად მასთან. ხო, წერან ვიცით რომ დაიჭირეს მისი გარემოსთვის წევრი. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამართა დღეს ბრიფინგი და ითქვა რომ თაღლითობის ბრალდებით არის დაკავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და საქმე ეხება უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქესთან კავშირს იმისთვის რომ ბინადრობის ნებართვა მიეღო მას საქართველოში, თუმცა არ ვიცი ხა ამ პოლიტიკურ პერიპეტიებთან რამდენად შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ფაქტი, რომელიც ახლა ვახსენეთ. პოლიტიკური ლიდერები, ხო რა ვიცი, ნიკა მელია, სურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, კიდე ამადგა 5-6 პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში. 60-მდე პოლიტიკური პატიმარი ყავს, მათ შორის აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წევრები. ხო, სულაც არ იქნება გასაკვირი ჩვენთვის, თუ ამას კიდე დაემატება სხვა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ლიდერები, მათ შორის, რა ვიცი, ხაბეიშვილი თუ მისი გარემოცვის ნაწილი. მე ხა ვერ ვივარაუდებ, რის გამო შეიძლება ეს მოხდეს. აქამდე ყოველთვის აბსურდული მიზეზები წავიდა პოლიტიკოსები ციხეში და ვიცით რა აბსურდის გამო მათ რაღაც წოლუკიანის კანტორაში გამოუცხადებლობის გამო გაუშვეს პოლიტიკოსები ციხეში. არ ვიცი მე ხაბეიშვილთან მიმართებაში რა იქნება, ის აკეთებს საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს. რომლის ასე ვთქვათ, ნუ სანდოობის თუ არასანდოობის და ამბავს მე ვერ დავადასტურებ, მე რა ვიცი, ის წყარო არ მაქვს, რასაც ის ეყრდნობა.
თუმცა ნუ ის რომ ეხლა ქართული ოცნებისთვის ოპოზიციური პოლიტიკოსების განეიტრალება არის ერთ-ერთი ამოცანა, ეს გასაკვირი არის. ჩვენ ვნახავთ რას მოუძებდნენ, ეხლა რა ბრალდებითაც დაიჭირეს ეს ვიღაც პერსონა ხაბეიშვილის გარემოცვიდან, ნუ ეს რაღაცა ხო არ ვიცი, თუ ესე თაღლითობა ქონდა თქვათ ადგილი, ნამდვილად პრობლემა არის, თუმცა ესეც რაღაც პოლიტიკური ამბავი და სახელმწიფო გადატრიალება ეს არ არის. ხო, აქ რაღაცა ტიპის თაღლითობა არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მსგავსი თაღლითობით სავსეა ქართული ოცნების, ასე თქვათ, მთელი სისტემა და მთელი ვერტიკალი და ხო, ნუ მაგას ვნახავთ რას იზამენ ამ ხაბეიშვილთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თავარი რაც ჩვენ უნდა გავაგზავნოთ და ვაკეთოთ ოპოზიციამ, ეს არის რეჟიმისთვის აი ამ კრიზისის გაღრმავება, რაშიც ის მოექცა. აი კრიზისის გაღრმავების კონტექსტში დაგისვათ სწორედ კიდევ ერთ კითხვას, მაგალითად იმის თაობაზე, როგორ უნდა ჩაიაროს პირადად თქვენი აზრით 4 ოქტომბრის დღემ, როცა ქართული ოცნება აპირებს, რომ ქვეყანაში ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები. კიდევ ერთხელ ვახსენე და ისევ მინდა გავიმეორო ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რომ მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში და არ დაიშალონ იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება მშვიდობიანად არ დაემხობა. აი თქვენი კოალიცია რამდენად ემხრობა პროცესების ასეთ განვითარებას და რა შეიძლება საქართველოს მოუტანოს პროცესების ასეთმა განვითარებამ, ესეც მინდა გითხოთ, ანუ როცა ხელისუფლება იცვლება არა არჩევნების გზით, არამედ ქუჩის პროცესებით. კი ბატონო, ჯერ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია მე მგონი გარე, მე მგონი უფრო ხაბეიშვილი ამაზე აქტიურად აპელირებს, თუმცა ეს არ არის პარტიული გადაწყვეტილება, რომ 4 ოქტომბერს თქვა, თქვათ იგივე ნაციონალური მოძრაობა მობილიზაციას აკეთებს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ვიცით, რომ სხვა განსხვავებული აზრები არსებობს. ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი ასე ვთქვათ პოზიცია, სხვა 8 პარტიასთან ერთად თუ არ ჩავთვლით აი ამ გამონაკლისს ვთქვათ ხაბეიშვილის სახით, არის ის, რომ რაიმე 4 ოქტომბერზე რაიმე კონკრეტული ასე ვთქვათ სწორება ჩვენ არ უნდა ავიღოთ. 4 ოქტომბერს მიზანი რა არის, რომ ქართული ოცნება დარჩეს მარტო თავის თავთან და დარჩეს მარტო, რა ვიცი, ამ შემთხვევაში მის თუნდაც სისტემურ თუ სიტუაციურ პარტნიორებთან სამწუხარო არის რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ რა ვიცი, პარტია ლელოს პარტია გახარიეს, რომელიც აპირებს ამ არჩევნებში შესვლას, სამწუხაროდ მათი სიტუაციური მოთანამშრომლები არიან ქართული ოცნების და ვინაიდან მათ არ აიღეს ხელი ამ გადაწყვეტილებაზე და მიდიან წინააღმდეგ ყველასი და ყველაფრის თავისი ამორჩევლების ჩათვლით, ხო ვიცით, რომ იგივე ლელოს ამორჩევლების ნახევარზე მეტი არ ემხრობა ამ არჩევნებში შესვლას ამ დროის მდგომარეობით, ჩვენი მიზანი არის, რომ ისინი დარჩნენ მარტო ერთმანეთთან, ну, რა ვიცი, ქართული ოცნება და ეს თქვათ მისი სატელიტი თუ პროქსი სატელიტი პარტიები და რაიმე ერთ დღის აღება 4 ოქტომბერს რამე მოხდება, ან 3 ოქტომბერს, ან 7 ოქტომბერს, ჩვენ არ გონია სწორი. ჩვენი მიზანი არის, რომ გაფართოვდეს საპროტესტო პროცესი. ჩვენ ახლა ვარჩევის ვარეგისტრირებთ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ რაღაცნაირად ყველგან ყავდეს წარმომადგენელი იმ იდეის, რომ ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებასთან არ უნდა ვითანამშრომლოთ და მათ ეს კრიზისი უნდა გაუღრმავოთ და არ ვცნოთ ის არჩევნები, რასაც აპირებს, რომ ჩაატაროს ქართული ოცნებამ. რაც შეეხება ის, რომ რას მოუტანს ქვეყანას, ან ქვეყანას უკვე უდიდესი პრობლემები აქვს მოტანილი ქართული ოცნების მმართველობის კუთხით, ხო? და ყოველ დღე ნიშნავს, ასე ვთქვათ, დაკარგულ შესაძლებლობებს, დაკარგულ ეკონომიკას და უფრო მეტ ღარიბ ადამიანს და გაქცეულ ადამიანს აქედან. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის და არ ყოფილა, რომ რაღაცა ძალადობრივი გზით ვინმე დაემხოს ან რაღაც. ჩვენ კარგად ვიაზრებთ რისკებს რა არის. ჩვენი მიზანი არის, რომ ქართული ოცნება ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობებზე და რა თქმა უნდა ხელისუფლების ცვლილება თუ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს არჩევნები. ოღონდ არა იმ ცირკით, რაც 4 ოქტომბერს ტარდება და რაშიც პარტია ლელო აპირებს მაგალითად მონაწილეობის მიღებას. არამედ ლელოს და გახარიას პარტიას რადგან ახსენებთ ვისარგებლებ შემთხვევით და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბოიკოტის მომხრე ხართ და ცნობილია ხა თქვენი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ არჩევნებთან მიმართებაში, მაინც დაგისვათ კითხვას ინფორმაციაზე, რომელიც შესახებაც გუშინ წერდა მედია და რომელიც გულისხმობს იმას, რომ თბილისში ლელოს და გახარიას პარტიის მერობის ერთიანი კანდიდატი შესაძლოა იყოს ალეკო ელისაშვილი. აი მიუხედავად ყველაფრისა, რას ფიქრობთ პერსონალურად თქვენ ალეკო ელისაშვილზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ორი პარტიის გაცხადებული ინტერესია, რომ თბილისი გამოგლიჯოს ქართულ ოცნებას. შეუძლებელი იყო ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანიც რო იყოს მერობის სავარაუდო კანდიდატი, ხო? ეგ არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ ამ სისტემაში, ამ მოცემულობაში ჩვენი ღრმარწმენით შეუძლებელი არის აი ამ არჩევნების და აი ამ საარჩევნო პროცედურის გზით რაიმე ცვლილების დადგომა. მაშინ როცა პოლიტიკური დათმობები არ მომხდარა ქართული ოცნების მხრიდან, მაშინ როცა გაუარესდა სიტუაცია, მაშინ როცა არ არის ხალხში ნდობა აი ამ პროცესის და მათ შორის პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილის მიმართ. ხო, შეუძლებელი არის ამ სისტემაში, რომ რაღაცა ტიპის გარდატეხა მოხდეს არჩევნების გზით. იქამდე სანამ ოცნება არ დათმობს იმას, რასაც ითხოვს ქართული ხალხი მათგან და მათ შორის პოლიტიკური პარტიები და დასავლეთი მათ შორის, ხო? ალეკო ელისაშვილი თუ იქნება ეს არაფერს არ შესვლის, ჩემთვის
ჩვენთვის სამწუხაროდ დასტური იქნება იმისა, რომ იგივე ალეკ ყოლისაშვილი და ეს პარტიები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, ესენი იქნებიან, ასე ვთქვათ, არათანმიმდევრულები ყოველდღე იმ ნაბიჯში, რომელიც მათ აირჩიეს და რაც მათ პოლიტიკაში ყოფნას უკავშირდება, ისინი ჩვენთვის დასტური იქნება ის, რომ მათ ისინი ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს და ფიქრობენ მესამეს, მათ შორის რაც მოხდა იგივე პარტია ლელოში, ხო, მთავარმა სპიკერებმა, ასე ვთქვათ, მთავარმა წევრებმა პარტიისა დატოვა ეს პარტია, ხო, საბაბუაძე, არანასვლიშვილი, დიამეტრეველი, ბევრი შეგვიძლია გავიხსენოთ, ანუ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ეხლა ის რომ ამ პირობებში, როცა იშლება ერთი პარტია და კოალიცია, როცა გახარია საერთოდ ვერ ჩამოდის ქვეყანაში და გაუგებარია, ასე ვთქვათ, რა კამპანიის ჩატარებას აპირებენ, ზუმით უნდა ჩაატაროს კამპანია თუ როგორ, მე ვერ ხვდები მაგ ყველაფერს. კომიკური არის ეს ყველაფერი და ის რომ რაიმე შედეგი დადგება, მაგის რწმენა ჩვენ არ გვაქვს. თქვენ როგორ ხართ თქვენს კოალიციაში დაპატიმრებული ლიდერების ფონზე, ესეც გითხარით და უკვე ამით დაგემშვიდობებით, თქვენ ზუმით ვერ გექნებათ პატიმრობაში. ზუმით ვერ გექნება. თან კომუნიკაცია შესაბამისად როგორ ეკონტაქტებით და რამდენად, არ ვიცი, რამდენად მუშაობს კოალიცია, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე ციხეში იმყოფებიან, მაინც მათი რეკომენდაციების შეხედულებების, ხედვების და ესე ვთქვათ, მათი ლიდერობის გათვალისწინებით. კი, მაქსიმალურად ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ადვოკატების მეშვეობით უპირველესად, რომლებიც ყოველდღიურად შედიან მათთან შაბათ-კვირის გარდა და ეს მიმოცვლა, ასე ვთქვათ, ინფორმაციის და მოსაზრებების არის ძალიან აქტიური. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სრულ თანხმედრაში არის ციხეში მყოფი და გარეთ მყოფი პარტიის წევრების პოზიციები ერთმანეთთან და მუშაობთ აქტიურად. ხელმძღვანელობთ მათი ინსტრუქციებით, ანუ ამის კითხვა მინდა თუ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, არ არის ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად ნაწილობრივ დამოუკიდებლად, იმიტომ რომ გასაგებია რა ვთქვათ, ყველაფერზე გადაწყვეტილება ციხიდან რაღაც მომენტალურად ვერ მიიღებენ ლიდერები, ნაწილობრივ დამოუკიდებლად, ნაწილობრივ შეთანხმებით, ისევე როგორც ეს იყო დაპატიმრება და არანაირი პრობლემა ჩვენ მაგხრივ არ გვაქვს. მათ შორის არის გუშინაც კი მქონდა შეხვედრები, მაგალითად ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლობასთან სამცხე ჯავახეთში გვაქვს დღესაც შეხვედრა 8 პარტიის ფორმატში აქტივისტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან მაქსიმალურს ვაკეთებ რაც შეგვიძლია და მე არ მგონია რომ ასე ვთქვათ კი იმათი ციხეში ყოფნა პრობლემა არის, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და არა რაღაცა ერთბელაძიან ბელადებზე ჩამოკიდებული ორგანიზაცია. ამიტომ ფუნქციონირებს ისე როგორც უნდა ფუნქციონირდეს პოლიტიკური პარტია. ჩვენი მიზანი არის გაცხადებული რომ გაფართოვდეს პროტესტი, ქართული ოცნება დარჩეს მარტო ადგილობრივ არჩევნებში და ვერ შედგეს ასე ვთქვათ ეს ფარსი და ციკლი ასაც აპირებს და ჩვენი მიზანი არის რომ მივახციოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ახალი ადმინისტრაციით, სამართლიანი წესებით და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით. მადლობა დავით იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ. დავით მჟავანაძე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი არის დასრულებული, ერთმანეთს ხვალ თემებსაც აწეშებთ.